21 საუკუნის საქართველოში მთაწმინდაზე ერთ პატარა თბილისურ ეზოში პოეტ დავით შემოქმედებლის და იანელ კოჭლამაზაშვილის მასპინძლობით ულამაზესი შობის საღამო შედგა. როგორც რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტ შეეფერება, ბატონმა დავითმა საოცარი თამადობა გასწია. ერთმანეთს სეწყვასავით ძლიერად ენაცვლებოდა სასწაული ლექსები და დიდებული აზრები. Ცილფასეო მიეთვით რამოდენიმე ისა და შობადაგულოს ახლა ვიქცენდი რა ტკბილი ყოფილხარ სამშობლო რა ყოფილა ეს როგორ შემოვიდა ძარგო შეიძლება ეს შავლებო მოიტანა შეიძლება ეს ჩემმა ცხოვრებამ მენაპროსტავთან და ზიათთან და კაკუბაქრაძესთან დამაკავშირა და ის წლები ვიყავ გადავარდნილი ეროვნულ მოძრაობაში მაგრამ მანამდე დიდი ლიტერატურა იყო დიდი კლასიკოსები იყო და ყველა ჩემი მასწავლებელი იყო აბსოლუტურად და ყველა ჩვენი მასწავლებელი იყო და აგერ ბესოს უყურებდა ისიც ამ იმაში იყო და ბატონი დაბადებამდე რომ ვერ ხედავდი იმაზე მწყდება ძალიან გული სიკვდილის შემდეგ რომ ვერ გიხილა იმაზე როგორ არ დამწყდეს აი დიალექტიკა და კლასიკოსის ჩემი უფროსი თაობის და შორეული მეგობრის ოთარ ჭილაძის სხვას ვამბობ ეს ცნობილია ძალიან ესეც ცნობილია მაგრამ აბა თქვით და მე ოთომას თქვას ბერენს ოთო მინდორში ვარ და ქორებს უსწრენ ხოლოდ იმიტომ რომ დაგენახო ზედაზნის ნისლო ნაზოდა სუსტო დინარის თვალო ტყევდა ვენახო თაზე უბელო ცხენს მივაჭენებ რომ მოგაწონო თავი ბებერო მე თუ არ ვიცი თვითონ მასწავლე როგორ მოხედო და მოგეფერო ვაიმე ესე აკითხავს ჩემო ტანჯულო ჩემო ტანჯულო დაულეველო სამშობლო ჩემო შენთან ვარ მაგრამ მაინც დაგეძებ როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერ აი ეს მოდი სამშობლოს მოფერებას გაუმარჯოს ჩვენგან და ჩვენს მიერ გაწეულ სისხლს და გუნდს გაუმარჯოს სამშობლოსთვის გადადებულს კიდევ ერთი სტროფი ძალიან ადრე დაწერილი ესეც ნუ გეგონები ჟამის მედროვე ან კიდევ ვინმე უცხო უბიცი თუ კი რამეზე მისკდება გული სამშობლოსთვის და ხალხის გულისთვის ვაიმე ეს ძალიან თავისია ეს თავი მოიკლა ცხოვრებაში არა შენო გაცილებით უცხო ამ იმაზე რა გამახსენდა ოთარ ჭილაძეს ვერ დაასწრებთ ფალიანს ბატონმა დავითმა სამშობლოს სიყვარულზე რეზო ინანიშვილიც გაიხსენა არის რუსეთში და რესტორანში და ზის ახლა რესტორანში და ჩემო გოგო და ბიჭი იყო გოგო და ბიჭი და ძალიან მომეწონა ლამაზი გოგო და ბიჭი იყო და მოვიდა ეს ბიჭო და მითხრა რომ მოდიო შენ ახლა ახლა ერთი კომიაკი ჩამოდები ეს სუფრა დადეო და ეს გოგო მაგრამ შენი იყოს გოგოდოს კომიაკი გვინდა ჩვენ ახლა და სასმელი გვინდა და ამან დაარტყა იმას და დაიჭირეს და ერთი კვირა არის ციხეში რუსეთში და იხედა ბრძოლის წელს ცოლს ზეგიგონებს ყველაფერს რაღაც საოცრად გაკეთებული ნოველაში ისია გაკეთებული მამის ინსტინქტი ხო როგორი სიწმინდე ოჯახური რო ჩვენ რა ვიყავით და ეს რა ისეთი პარადოქსია აქ ქართული ტრადიციები აქ შედარებულია როგორ გაიცნეს ერთმანეთი როგორ ხო და შეადარა ამ მსგავსობას და ეს მსგავსობა ეს შეპირისპირება არის ძალიან მაგარი აი მე არ ვიცი წაკითხნი მოჟის ერთ თვალსაჩინო წარმოადგენს შობას დაგასწრო საქართველოში ყველა ტაძართან არის სხვაგვარი გრძნობა დიადი საქართველოში ყველა საფლავთან მე გავარღვი ნელი წყდიადი მათთვის ვინც ქვეყნის ბედზე იზრუნა და ვინც სიცოცხლე მისთვის გაიღო შენ საქართველო იყავი ფხიზლად მათი ხიჟინის ხმარო გაიგო ოჩა გაიგო განა ქვება დაიკვნეს ეს
გამწყდარ გუმბათს ხმელით ვის რტოხლებია განა კაბაგაშლია და ზვარიანში შემოდგომის დაზაფული ფოთლებია განა სისხლმა გამოზონა ტანჯულ მკერდზე ცხელი ღამისო ნებიანი ნაკოცნია განა ქარმა დამაბერთხა ესრამლები ხოლო ჩვენთვის აკცეული გაუცნია წავკითხავ ასეთ ლექსს სამშობლო ელდა იუდას ვერცხლი მამულს ცხელ სისხლით ვიწერ მაჯაზე წუხელ ზედაზე ზეკიდა ცეცხლი დაჭრილი მთვარე ეგდო არაბზე აქ ყოველ გოჯზე ვაბიჯებ სისხლში სამშობლო კლავენ შეშლილი ყვირი ეს ქართულ ცისკრებს ჩეხავენ ნისში თუ ტაოს მიწას ბუნებას ტირის ყდები სიცოცხლე ვეღარ ელვარებს ვერც დაგიცავი ვერც დაგიხსენი ცრემლით კიდია ბებენ მწვერვალებს გაფითრებული დროშა იბერის სულზე სიმწარე ისრით მეხება პორტოს ვირთის ქვეშ ელავს ხედები დიდ ნენეს კერის ყვამლი მეცხება წამში 1000 წლით გიბერდები აქ სისხლით არის ნამული გულიდან ციხე ღუჯრებს მტყეული სათოფურებში მოჩანს მამული ვით ნაისრალი უფლის სხეული ვეცემი შენს თბილ ფრესკებთან რიდით მე დედო მკვდარი ქართველი მქვია და ჩემი შვილის თვალებშიც კივის საქართველოსთვის ნასროლი ტყვია მინდაზე ცხოვრობდა ერთხანს ქუთაისელი ეს ოთარ მამფორია ხო არა ჩემი ბედი რა თქვიო კაცო პოეტები იბადებიანო და გარდაიცვლებიან რა ყოფ თაცმიდაძო და მე რომ მოვკვდები თაცმიდიდან ჩამომიყვანები ჩემი ბედი რა თქვიო ცოტა ახლა რო სუფრა რო იყო კარტინული ეს იყო თამადარ მამფორია ხო თამადარ იყო თარი და ლამაზი იყო ძალიან თამადარ იყო და იუმორი ხონდა რაღაცა მაგრამ ახლა ძველი კომუნისტური პერიოდი როა ან რაიკომის დივანი დამოვიდეს ან გუბერნატორი ან შეკასკაცი ან ვიღაცა ხო მოდის სუფრაზე მაინც და იმას ელოდებიან გამიგე გაწყობილია სუფრა უმაღლესი და მაგას ვეღარ იქნება ამ უნდა დაждობა და საშინელი ვისა თქვა შედარება მეტაბორული ვეღარ მოითმინა მოკლედ და გაწყობილი სუფრის ყურებას თუ ეს დავჯექიო ცოლის საყვარელს უყუროის მიჩემდი და მას შეხედა ბიჭო ცოლის საყვარელი ესე იგი სად მოაგონდა ეს შედარება ამ სუფრას ვეღარ ვიტანო ამის შეხედვას როგორც სასაუბრო მოიხონდა და ეს დიაგნოზი მიუტანეს ცუდი ძალიან ხო და დიდ რაღაცეულობა ყავს ეს დიაგნოზიო და არაო თქვა სუხოსვამდა და სამდა ყველაფერს ამ ცხოვრებიდან ისი არ წავალო რომ იქ რაიმე ჯანსაღი ორგანო წავიღო აიმე რამე ჯანსაღი ორგანო წავიღო ვარიანტი არ არსებობს აქ ყველაფერს და ბოლომდე გამოვიყენებოდა ბოლომდე უნდა მოვიყენო რა თმინდა ჯანმრთელი ორგანო ასანაუზე დაკიდებულ თვალვარე დილას როცა არაგზე ცვადდებიან ის თამადები როცა ოცნებით აუქროლებ ნისლიან ფიქალს და ცის ლივლივში არ წივით რომ გავლაღდები მე მაშინ ხვდები რაც შეასკდა სამასინ კანდი როგორც ზღვის ტალღა მონღოლური სიკვდილის კბოდეს ცხა ძმა ცხა ელვად რისთვის გაკრთა ცხა თვალაბზეში რადგან ქარი სადიდებელს ბებერ დიდგორზე აი ესეც საქართველოს გავაუბრეთ მუსიკა რა თელი სიმფონია ვიფასებო აი მართლა რა ზურა ქაფიანიძე მისი შვილი არ მოვიდა დღეს მაგრამ ბექნო ხო არ ვიცი ეს კაცი მოვა ხო გითხრათ მოგვიანებით მოვა ვეწერა ხრებზე ძლევა დიდგორი ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს ხსავდნენ რომში ფარსმანის დიდქან დაკებას ბელონას ტაძრის სვეტებთან დგამდნენ ხან დალუღანდის ვეწავდით კარებს ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა ვიყავით მართლა ხნედა რაინდი თუ მითის ფერად ხუბში გვეძინა და ტრის მახვილზე უფრო გზარავდა მომიზნებული მოყრის ის არის ისე მივდივართ გოჯიც არჩევათ შვილებს კანკელთან და საფიცარი
ესავართ რაც ვართ, ცაზე ღრუბელი, რაღაც საოცრად, ჯანგის ფრათი წვება, ნუ თუ სამშობლო, მხოლოდ ეს არის მარტო ტკივილი და რა მარცხება და შინდისფერი, შენი დროშის, სადაც სამრევლო, ოკეანეში, ტივივით ჩანს, მიწა სართველო, უნდა იფიქრო თავი ხვალეს, როგორ აჩვენო, ხმალს რომ ჩააგებ იქნებ, მაშინ მკვდები ქართველო. ბაცო Bravo. სადარი ამისანა მაგიდა დღეს არც უნდა ამჯერა რომ მოვარდება ლექსი წელკავადო უნიკალური ნათქვამია რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგვარქოს ანუ ეს არის აი პოეტი არის ის რომელსაც არ შეუძლია რომ დაწეროს ყველას რომ უნდა ბატონო დავით პოეტობა ამაში ცუდი არაფერი არ არის მაგრამ კრიტიკოსი რომ მოკვდა ამ ქვეყანაში ამან ძალიან ცუდი რამე გააკეთა იმიტომ რომ თქვენ და პოეტები აქეთ ერთმანეთს სინამდვილეში რომ რაღაცა სხვანაირად ეუბნებოდეთ და კრიტიკით ეუბნებოდეთ გაცილებით უბედური პოეზია იქნება ქვეყანაში. Აი, ნანა ეუნება მაგალითად თავის მოწაფეებს. კარგი რა თუ ეუნებ თუ შენ იმის ნამდვილი გული ბელინსკი რომ არ ყოფილიყო რუსული პოეზია ესეთი ვერ იქნებოდა. მე გურამ ასათიანს ვაფასებდი ძალიან მეგობრობდი მასთან მე პატარა ბიჭი ვიყავი მაგრამ იმდენად კარგად აგრიტიკებდა ბოღმით კი არ წერდა იმდენად კარგად აგრიტიკებდა რომ ეხლა კრიტიკოსი იყო თქვა და ლიტერატურულ საქართველოში იმერელი კაცია და აგრიტიკებდა მაგრამ ბოღმა იყო რაღაცა ესო გახსოვთ გურამ ასათიანთან სილაღე იყო სიმაღლე იყო კეთილშობილება იყო რაღაცა ერთი და ორი პოეტი მოერია ეპოქას აიწერა გადასაღებად თქვა ქალბატონმა ნანამ რომ გალაქტიონ დაბიძემ პრაქტიკულად არ თქვენ გითხო ჩაყლაპად სისფერ ყანწელი მეც. პუშკინმა უამრავი მე ჩაყლაპა ბარატინსკები და ისინი იყვნენ ძალიან სერიოზული ვიღაცები მე ჩაყლაპა იმათ მაგრამ ჭუჩევს ვერაფერი ვერ უქნა არა ისიც და ისიც მაგრამ ჭუჩევი ფილოსოფოსი ხო და პირიქით ჭუჩევი თვითონ ედგა ყოველთვის გვერდზე ერთგა არ ნიშნავს კეთილშობილებას ნიშნავს მაგრამ ჭუჩევი ძალიან ბევრი გააკეთა ჭუჩევი ბოდიში მოკლედ ბევრი რამე ჭირდება ნამდვილ პოეტს და რაინც და გაუმარჯოს ნამდვილ პოეტს და რაინც მივაყუროთ ეს საბძლიდან კივილს დედის რძის წვეთის დიოდა თივას წვეთი ოფლისაც შეაშრა კივილს მზეთვალს მიჭრიდა ვით მკათათვისა დედის მკერდიდან კაცობრიობის გადამრჩენელი დიოდა ნათლი და ძუძუს გახსნილ სადინარებში მირონს ნაზავი რძისიდგა მადლი პოეტარა კაბის ქვეშ ხარი და მთელი ღამე მაიჭვია ერთი ულამაზესი ქალი მთელი ღამე როცულობდა რაღაცა საოცრად ლამაზი და რაღაცა ეცხმა რაღაც თქოს დაყვალ დაკარგულ სიყვარულზე რაღაცა და ამ რომანტიკაში ჩავედი და ყველა ჩემი ესე ის რომ ისაც ვიყო ჩემ ცხოვრებაში და დამკარგე რაღაცა სილამაზე და სიყვარული ხო თქვენი ქალბატონი იმის სუბლიმაცია მოხდა გამიგე გაერთიანება გაერთიანდა ერთ ხალში ხო და დაიწერა ბეთლემი ღამე ჩვილი ესო ღვთისმშობლის მშვიდი სათნო თვალები და საკმეველის მსუბუქ იქით ფრესკები ჩანდნენ ოდნავ ხთალები ჩაჩოქილიყავ ხათთან ღვთისმშობლის ზეცისგან მოძღვნილ წყალობას გავდი იბადებოდა ჩემშიც ესო უფლისკენ პირველ ნაბიჯებს გამდით სადახარ ახლა რომელი გზის ბოლოს ან სად მიყვები ცხოვრების აღმართს ამ ყოფისათვის არ მემეტები შენ და ცაში არ წევდე აკვანს ჩემ სამშობლოში მე მიგრანტი სამშობლოს ვეძებს საქართველოდან არ მექმეოდა მე წაგებული თქვენი სუნთქვა რომ გვერდით მყოლოდა სადახარ ახლა ამ გზის ბოლოს ან ეს ნისლები რად გახსენდება ბეთლემი ღამე ჩვილი იესო საკმევლის სუნი თუ გახსენდება ერთი სიტყვა მოვაგდე მიდიოდი და ჩთილივით გდევდა დადევნებული ლოდივით დარდი რომ ქალი იყავდა მუზა გერქვა რომ ერთ უცნაურ პოეტს უყვარდი შენ სათნოებით ხარ და დასმული და ტკივილ სხვისას გვერდს ვერაული და რჩები ჩემთვის ვით საგდრის ფრესკა მარადიული დღესასწაული
მოდი ჩვენს მარადიულ დღესასწაულებს გავუმართოთ. როგორც თქვა ჰემინგუეი პარიზზე. პარიზი არის დღესასწაული, რომელიც მუდმივად თან გახლავს.